ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომან გოცირიძემ და გია თევდორაძემ მოსახლეობასა და NGO სექტორთან შეხვედრა გამართეს. პარტიის ლიდერებმა დაინტერესებულ პირებს ეკონომიკური პროგრამა გააცნეს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოლიგარქ ივანიშვილისგან განსხვავებით მათი პროგრამა მოსახლეობას საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად მოიპოვონ საკუთარი საარსებო სახსრები. ეკონომიკური პროგრამის წარდგენა რეგიონებში გასვლითი შეხვედრების ფარგლებში შედგა. რომან გოცირიძის თქმით, არ დარჩება ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინება თუ რას გეგმავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ეს პროგრამა შევა ყველა ოჯახში. შეიძლება აი ასეთი პირდაპირ შეხვედრებით, შეიძლება ნაბეჭდიფობით, მაგრამ არ დარჩება ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინება თუ რას ვაპირებთ ჩვენ. ეს არის სერიოზული გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა. ეს არის გეგმა, რომელიც ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაჭის მრავალ სოციალურ თუ სასახლის პროგრამას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემების დაძლევა არის შესაძლებელი საგადასახადო ლიბერალიზაციაში და რეგულაციების მინიმუმამდე დაყვანაში. ვფიქრობ, რომ მოგების გადასახადის შემცირება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება, დღეს გადამხდელთა, ვთქვათ, რაოდენობის, ანუ თანხის გაზრდა და დღეს გადამხდელთა რეგისტრაციისთვის, ეს არის ის მცირედი იმ მრავალი ინოვაციური შეთავაზებისა, რომელიც აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ოლიგარქი ივანიშვილი ხალხს პირდებოდა და ატყუებდა, რომ გაგინახევრებთ ტარიფებს, დაგასაქმებთ, ფულს მოგცემთ, გზებს აგიშენებთ, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ბლეფი. ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენი პროგრამა თავის თავში რას გულისხმობს, რომ ხალხს მივცეთ შრომის, ღირსეული მუშაობის, სამუშაო ადგილის მოპოვების საშუალება და ამით თავისი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.